ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მიხარია რომ ასეთი კარგი შემადგენლობა. მოდი ახლა ნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი. ნაფიჯუსოვითი, შოთა დარგუაშვილი და ასე შემდეგ ის ვისაც პოეტურად უძგერს გული. მაგრამ მართლმსვიადელებსები ქარშიც და წებაშიც და ეს გავამართო და ჩვენი ბავშვები ყველაზე კავშირზე ცოტა პატარა რაღაცა შეეშვა. მინდა რომ აქედანაც ხარდაჭერა გავაკეთოთ და რამენაირად ინფორმაციას დავეხმაროთ. ნასრა ყოფას რომ გვირჩია სიკვდილის სახელოვანი. ვერ დაიჭირავს, რა იყო? გაფრთხილება თვალს. ხლად მიწას მასქერალი, ზისკენაც აგვახედი. დაბოლაკი ყველას თანაბრად იმისი შუქი. ძმისთვისაო, იმეორებს ლოცვად დამდგა. გეშს არ დაკარგავს. ყვალსა ხან ბალკანი ხან გოლეო. შერიგების გაისმას ეთო. შევუნდოთ მოძმის. მკიო, რაც მკიო. თქვენგან ვარ დანაოსები, მაგრამ მარჯიშის რა კიო. ქართველთა შესვლა სოხუმწყინვალში აკრძალული. ალელუია. ალელუია. აქ ჩვენი ძმობა, დაკრძალული. ალილუია. ალილუია. საზღვარს შევცქერი ზარბაზული. ალილუია. ალილუია. დარგაროსული სასწაულია. ალილუია. ალილუია. გული ეკლებათ გადარგულია. ალილუია. ალილუია. რა უყვავილო გაზაფხულია. ალილუია. ალილუია. იქნებეს მტრობის დასასრულია. ალილუია. ალილუია. უბრალესი მადლობა პლაზას არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ლექსის მოყვარულ ახალგაზრდა ქალ ვაჟებს. მე ვერ წარმომიდგენია თუ მათზე უკეთ წაიკითხავდა ვინმე ასეთ ტკივილით, იმედით და დიდი პოეტური ნიჭით დაწერილ ლექსს. ძალიან დიდი მადლობა თავისუფლები ხართ, მადლობა. ამიკრძალვა შეიძლება ითქვას მასზე ლაპარაკი. მე კიდევ ერთხელ დიდი მოწიწებით, დიდი პატივისცემით და იცით იმ ადამიანური თვისებების გამო ძალიან დიდი რეზონანსით მინდა მადლობა უთხრა ბატონ დიმიტრი სანაკოევს და მინდა დიდი ტაში დაუკრათ მას. ეს იცით რატო? კაცი რომელიც ეროვნებით არის ოსი, თავი ჩემსავით ნახევრად ოსი კი არ არის, დედა რომ ქართველი ყავდა და მამა ოსი, მთლიანად რომ osია. კაცი რომელიც როდესაც დაიწყო ეს უაზრო ბრძოლა ქართველებსა და ოსებს შორის, დაბნეული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, მერე ამ დაბნეულობიდან გამოვიდა და ბოლოს მიხვდა, რომ საქართველო იგივე ოსეთია და ოსეთი იგივე საქართველოა. რომ საქართველო ოსების გარეშე შეუძლებელია და ოსები ქართველების გარეშე. თქვენ გინახავთ სადმე ქართული ქორწილი ისე რომ თუნდაც ერთი ოსი არ ერიოს. გინახავთ ოსური ქორწილი, სადაც ერთი ქართველი კი არა, ბევრი ქართველი არ ერიოს. ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ მიხარია რომ ეს წიგნი შედგა, მე მივეცი სხვათა შორის ჯანსუს რომ უთხარი ასეთი სათაური მინდა, მეთქი მინდა ამაზე უკეთეს სათაურს ვერც მოიფიქრებო.